როგორც მოგეხსენებათ, არსებობს ქართული წელთა რიცხვი და ეს ქართული წელთა რიცხვი იწყება ძველი წელთა რიცხვის 540 წლიდან. ამის შესახებ ჩვენ უკვე გვქონდა საუბარი, როდესაც საქართველოში დაასრულდა თვარის კალენდარული დრო ჟამი და მზის კალენდარული დრო ჟამი დაიწყო. აღსანიშნავია ისიც, რომ ეს მოხდა ძველი წელთა რიცხვის 540 წელს, როცა ამოქმედდა მზის უძრავი წელიწადის ქართული კალენდარი. კალენდარის ამოქმედებასთან ერთად ამოქმედდა ქართული წელთა რიცხვაც. ზოგადი შეფასება რომ მივცეთ, ეს არის მზის უძრავი წელიწადის უძველესი თარიღი, ესე იგი თუ ჩვენ წარსულს, კაცობრიობის წარსულს გადავხედეთ, ძველი წელთა რიცხვის 540 წელს ამოქმედებული ქართული წელთა რიცხვი არის მზის უძრავი წელიწადის წელთა რიცხვი კაცობრიობის წარსულისა. ესე იგი, მოკლედ რომ ვთქვათ, ქართული მზის უძრავი წელიწადის წელთა რიცხვი, რომელიც 540 წელს დაიწყო, კაცობრიობის წარსულის უძველესი წელთა რიცხვი. ყველას ამას რომ ხაზს უსვამთ, ეს განსაკუთრებით საჭიროა იმის გამო, რომ სამწუხაროდ უარყოფილია ქართული წელთა რიცხვი ახალი წელთა რიცხვის მე-9 საუკუნემდე. თქვენ წარმოიდგინეთ, ესე იგი, რომ ჩვენ თითქოს ქართველებს არ გქონია საკუთარი წელთა რიცხვი ახალი წელთა რიცხვის მე-9 საუკუნემდე. ეს იმას ნიშნავს შესაბამისად, რომ მე-9 საუკუნეზე უადრეს ქართულ თარიღიან ძეგლებს ჩვენ ვერ ვკითხულობთ. ამიტომ უნდა აღდგეს სამართლიანობა, არსებობდა ქართული წელთა რიცხვი ძველი წელთა რიცხვის მე-6 საუკუნიდან დაწყებული. ესე იგი, თითქმის 1400 წლით უფრო ადრინდელია ქართული წელთა რიცხვი, ვიდრე ეს აქამდე ეგონათ. რაც მთავარია და რაც აღინიშნა, ქართული წელთა რიცხვი კალენდარულ საფუძვლებს ეყრდნობა. ესე იგი, ამ დროიდან ძველი წელთა რიცხვის 540 წლიდან დაიწყო წლების კალენდარული ათვლა. მაგრამ წლების კალენდარული ათვლა ხდებოდა როგორც მზით, ასე მთვარით. ძირითადი იყო მზის კალენდარი, ქართული მზის კალენდარი, ხოლო მას ემოქმედებოდა ეგრეთ წოდებული ბაბილონური მთვარის კალენდარი. ამდენად ძველი წელთა რიცხვის 540 წელს დაიწყო ქართული მზის კალენდარი 128 წლიანი დროჟამეულით. ესე იგი, მზის კალენდარი, ქართული მზის კალენდარი აგებული იყო 128 წლიან დროჟამეულზე. და მეორე მხრივ მზის, ესე იგი, აღნიშნოთ, რომ ეს მზის 128 წლიანი დროჟამეულია და მთვარის 8 წლიანი ბაბილონური
540 ძველი წელთაღრიცხვის 540 წლიდან იწყება აი ამ კალენდარული სისტემების ერთდროული ამოქმედება. საქმე ის არის, რომ კარგი შესაბამისობა მზის 128 წლიანი ციკლისა, ანუ დროჟამეულისა და მთვარის 8 წლიანი ციკლისა, ანუ დროჟამეულისა. საქმე ის არის, რომ 128 იყოფა 8-ზე და ამდენად, ესე იგი, მათი ქრონოლოგიური შესაბამისობა ყოველთვის, ესე იგი, ურთიერთ თანხმობაში მოდის. 128 წელიწადში მოვა 16 მთვარის კალენდარული პერიოდი და შემდეგი, ესე იგი, როდესაც დაიწყება შემდეგი 128 წლიანი პერიოდი, დაიწყება ერთდროულად მთვარის 8 წლიანი პერიოდიც. ესე იგი, 128 წლიანი მზის დროჟამეულსა და მთვარის 8 წლიან დროჟამეულს შორის სრული შესაბამისობაა. და ეს, რა თქმა უნდა, ქართული კალენდრის, ესე იგი, ძვირფასი თვისებაა. მაგრამ საქმე ის არის, რომ ვითარება შეიცვალა. რა კი მთვარის 8 წლიანი დროჟამეულის ნაცვლად შემოვიდა ეგრეთ წოდებული 19 წლიანი დროჟამეული და ეს მოხდა მეხუთე ძველი წელთაღრიცხვის მეხუთე საუკუნეში. ხოლო ასეთი შესაბამისობა, რომელიც იყო მზის 128 წლიან და მთვარის 8 წლიან დროჟამეულებს შორის, ასეთი შესაბამისობა ჩვენ უკვე 19 წლიან მთვარის კალენდართან და 128 წლიან მზის კალენდართან არა გვაქვს. არადა წელთაღრიცხვა უნდა იწყებოდეს ასე, პირველი წელი 540 წელს არის მზის 128 წლიანი ციკლის პირველი წელი და მთვარის 8 წლიანი დროჟამეულის პირველი წელი. მაგრამ როდესაც გადავიდნენ 19 წლიან მთვარის დროჟამეულზე, საჭირო შეიქმნა, რომ 19 წლიანი დროჟამეული და 128 წლიანი დროჟამეული ერთდროულად ამოქმედებულიყო და ეს მოხდა ძველი წელთაღრიცხვის 280 წელს, როდესაც დაიწყო 540 წელს იწყება მზის პირველი 128 წლიანი დროჟამეული, მერე 412 წელს მეორე 128 წლიანი დროჟამეული და 284 წელს დაიწყო მესამე 128 წლიანი დროჟამეული. კალენდარული, რა თქმა უნდა, და შესაბამისად დაიწყო მთვარის 19 წლიანი დროჟამეული. აი ეს თარიღი 284 წლის ახსნა ეხლა ადვილია, რადგანაც 284 წლის დამტებ პირველ წელს 128 წლიანი ციკლის პირველი წელია და მთვარის 19 წლიანი დროჟამეულის პირველი წელია. აი ეს კალენდარული შესაბამისობა საფუძვლად დაედო იმას, რომ ძველი წელთაღრიცხვის 284 წელს ფარნავაზ მეფემ შემოიღო ქართული ეროვნული წელთაღრიცხვა. ეს შესაბამისობა, კალენდარული შესაბამისობა, რომელიც ჯერ მთვარის 8 წლიანი მეშვეობით
540 წელს დაიწყო, ესე იგი შეიცვალა მეორე შესაბამისობით 284 წლიდან 128 წლიანი მზისა და 19 წლიანი თვარის შესაბამისობით. ახლა მივადექით მეორე საკითხს. საიდან ვიცით ჩვენ ქართული წელთაღრიცხვის კალენდარული საფუძვლების შესახებ? საქმე ის არის, რომ კალენდარი მზისა და მთვარისა შემოღებული იქნა ძველი წელთაღრიცხვის მე-6 საუკუნეში, ამოქმედდა ეს კალენდარი წელთაღრიცხვის სახით, ძველი წელთაღრიცხვის 540 წელს, მაგრამ შემდეგ საჭირო გახდა ამ კალენდრის დადასტურება წერილობით ძეგლში და ასეთი წერილობითი ძეგლი არის ქართული ანბანი. საქმე ის არის, რომ ქართულ ანბანში ჩადებულია სწორედ ეს კალენდარული საიდუმლო ქართული წელთაღრიცხვისა. ესე იგი, ქართული ანბანი ძველი წელთაღრიცხვის მე-5 საუკუნის კალენდარული ძეგლია, სადაც ქართული ანბანის მეშვეობით ხდება ათვლა ამ კალენდარული დროჟამეულებისა, მზის 128 წლიანი დროჟამეულისა, მთვარის 8 წლიანი დროჟამეულისა და მთვარის 19 წლიანი დროჟამეულისა. ესე იგი, ეს უძველესი ძველი წელთაღრიცხვის მე-6 საუკუნის ქართული კალენდარი დადასტურებულია ქართულ ანბანში. მაგრამ ქართული ანბანი ძველი წელთაღრიცხვის მე-6 საუკუნეში არ შექმნილა. იგი შეიქმნა მაშინ, როდესაც მთვარის 8 წლიანი ციკლი 19 წლიანი დროჟამეულით შეიცვალა და ეს მოხდა აქ ცალკე აღნიშნოთ, ეს მოხდა, ესე იგი, ქართული ანბანის შექმნა. თარიღი გვაქვს, ქართული ანბანის შექმნის თარიღია ძველი წელთაღრიცხვის 444 წელი. აი ახლა ანგარიშიც შეიძლება ძველი წელთაღრიცხვის 444 წელს თვარის 8 წლიანი დროჟამეულის 12 მოქცევა დამთავრდა. ავიღოთ 12 8-ჯერ 16 96. ეხლა ავიღოთ 540 წელს, გამოვაკლოთ 96 და მივიღებთ 4, 13, 4 და აქ დაგრჩება 4. აი 444 წელი არის, ესე იგი, ქართული ანბანის შექმნის თარიღი და სწორედ ამას მიუთითებს 12 8 წლიანი თვარის კალენდარის არსებობას. მაგრამ საქმე ის არის, რომ აქ რა ხდება? საქმე ის არის, რომ აქ 446 წლიდან ქართული ანბანი აგებულია 128 წლიანი მზის კალენდარული დროჟამეულზე და იგი 4
პერიოდით იყოფა. ეს არის 4 × 32. 4 × 32 უდრის მართლაც 128 წელს. ეხლა ჩვენ ვიანგარიშოთ 3 × 32. 3 × 32 უდრის 3 × 2 6, 3 × 3 9, სწორედ 96 წელს. ანუ აი სწორედ 96 წელი ეს არის 12 × 8 წლიანი დროჟამეული და ამავე დროს 96 წელი არის 128 წლიანი დროჟამეულის 332 წლიანი დროჟამეული. საქმე ის არის, რომ თვარის 8 წლიანი ციკლი დამთავრდა არა 444 წელს, არამედ 444 წლის შემდეგ კიდე ერთი თვარის 8 წლიანი ჟამეული დაერთო. ესე იგი, საქმე ის არის, რომ 444 წელს, ესე იგი, ეს ციკლების გადასვლა 8 წლეულიდან 19 წლეულზე. ესე იგი, აქ რა მოხდა? ჩვენ მოდი ახლა ეს წავშალოთ თუ არა. არა, ჯობია ჯერ ვიანგარიშოთ. ესე იგი, 444 წელს გამოვაკლოთ ერთი 8 წლიანი თვარის ჟამეულიდან მივიღებთ 426 წელს. აქ დამთავრდება 13 8 წლიანი დროჟამეული, რომელიც გვაძლევს, ესე იგი, 540 წლიდან გვაძლევს 426 წელს. აი ეს 426 წელი ძველი წელთაღრიცხვისა არის დასასრული მთვარის 8 წლიანი ჟამეულებისა და დასაწყისი 19 წლიანი ჟამეულებისა. ესე იგი, 128 წლიანი მზის დროჟამეულისა და თვარის 19 წლიანი დროჟამეულები სხვადასხვა დროს იწყება. 444 წელს იწყება თვარის 128 წლიანი ციკლის 96 ანუ 97 წელი და 8 წლის შემდეგ 426 წელს იწყება თვარის 19 წლიანი ციკლის პირველი წელი. ეს ყველაფერი იმისთვის გაკეთდა, რომ 128 წლიანი დროჟამეულისა და 19 წლიანი დროჟამეულის ერთადერთი თარიღი, როდესაც ისინი ერთდროულად დაიწყებენ მოქმედებას, არის ძველი წელთაღრიცხვის 284 წელი. ესე იგი, დამთავრდა 426 წელს ძველი წელთაღრიცხვით თვარის 8 წლიანი დროჟამეულები და დაიწყო 19 წლიანი დროჟამეული და მხოლოდ 284 წელს დაიწყება მზის მესამე 128 წლიანი დროჟამეული და თვარის 19 წლიანი დროჟამეულის პირველი წელი. ამდენად 284 წელს ძალიან კალენდარული და ქრონოლოგიური მნიშვნელობა აქვს, რადგან ძველი წელთაღრიცხვის 284 წლიდან იწყება მზის
4 წლეულებისა და 128 წლიანი დროჟამეულების პირველი წელი და მთვარის 19 წლეულების პირველი წელი. ახლა გასაგებია, რომ ფარნავაზ მეფემ სწორედ ეს ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი გამოიყენა და იგი ქართული ეროვნული წელთაღრიცხვის დასაბამად